მეგობრებო, სანამ მთავარზე გადავალთ, ერთი თხოვნა მაქვს. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ყველაზე ცხელი ამბები ოქტაგონიდან. გაუმარჯოს ყველას. აბა მოემზადეთ, რადგან UFC-ს სამყაროში ნამდვილი მიწის ძვრაა. ჩვენი ილია თოფურია, კაცი, რომელმაც მთელი საქართველო და ესპანეთი ფეხზე დააყენა. ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრუნდება. წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანი ველოდით ამას. ილიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და როგორც ამბობენ, ცოლთან დაკავშირებული ყველა ის იურიდიული გაუგებრობა მოაგვარა, რაც აქამდე ფეხზე ბორკილებს უჭერდა. ახლა გზა ხსნილია და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ზაფხულში 2026 წლის თბილ დღეებში ილია თავის ტიტულს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. ხო, იმ გეიჯის, დროებითი ჩემპიონი რომ ქვია, თუმცა ყველამ ვიცით, ნამდვილი ქამარი ვის წელზეც არის. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გეიჯიმ უკვე მოასწრო ენის ტარტალი. მაგ ვიდეოს ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, მაგრამ მანამდე ბევრი რამ გვაქვს გასარჩევი. ჩემპიონი დაბრუნდა, ეს მაგარია, მაგრამ ამ ამბავს ერთი პატარა პირადი მხარეც აქვს, რომელსაც ბევრი ექსპერტი და ბლოგერი რაღაცნაირად უნამუსოდ აშუქებს. ჩვენ დღეს ამასაც ბოლომდე ჩავეძიებით. და საერთოდ, მართლა უნდა იყოს ილია თოფურია გეიჯის ჩხუბი იმ გრანდიოზული ქარდის მთავარი ბრძოლა? სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ მხიბლავს ეს იდეა და გეტყვით რატომაც. ილიამ სოციალურ ქსელში დაწერა: ჩემპიონი დაბრუნდა. დადო ვიდეოები, როგორ იხარჯება დარბაზში, როგორ სცემს ტომარას. ერთი სიტყვით, ფორმაშია. სიმართლე გითხრათ, ეს საუკეთესო სიახლეა ბოლო დროს. UFC-ში დღეს ილია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია. ის ისეთი მებრძოლია, რომლის გამოც ადამიანები კვირა დილას მაღვიძარას აყენებენ. ერთი კვირის წინ კი სრულ გაურკვევლობაში ვიყავით. არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. მხოლოდ მარჩიელობდით. იქნებ გაზაფხულზე, იქნებ ზაფხულში. ყველაზე მეტად კი ის გვტკენდა გულს, რომ არც კი მიცოდით, როდის გვეცოდინებოდა სიმართლე. ხალხი ამბობდა, იქნებ აქ იჩხუბოს, იქნებ იქ, დაუცებ, ბუმ, პასუხი ხელთ გვაქვს. ილია მზადაა. ახლა მსუბუქ წონაში სიტუაცია ცოტა უცნაურია. გეიჯი არ უნდა იყოს დროებითი ჩემპიონი, მაგრამ ფაქტია არის. ცოტა დასანანიც კია, რომ ილიას საქმეები სწორედ მაშინ მოგვარდა, როცა პედი პიმბლეტმა და გეიჯიმ უკვე იჩხუბეს. ერთი თვით ადრე რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, იქნებ ილია UFC-ს 328-ზეც გვენახა. მაგრამ რაც არის, ეს არის. მთავარია, რომ კლარიტეტი გვაქვს. ვიცი, ზოგიერთი ახლა იტყვის, შენ არ იყავი ქამარი ჩამოართვეთო, რომ გაიძახებდი? გადახედეთ ჩემს ძველ ვიდეოებს, ჩემს პოსტებს. მე ყველთვის ამბობდი, თუ მაისამდე ბრძოლა არ ჩანიშნებოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ქამარზე. მაგრამ ბრძოლა ჩანიშნულია. ნუ ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ მაისისთვის ყველაფერი გაფორმებული იქნება. ჩვენ ყველას გვინდა აქტიური ჩემპიონები, მაგრამ ილიასთვის ნორმალურია 6-8 თვიანი პაუზა მას შემდეგ, რაც ოლივეირა დაანაკაუტა 2025 წლის ივნისში. პირადად მე ძალიან გახარებული ვარ. UFC-ს სჭირდება ისეთი ცოცხალი ძალა, როგორიც თოფურია, ჩიმაევია თუ პერეირაა. მინდა რომ ეს ბიჭები ხშირად იცავდნენ ტიტულებს, მაგრამ აი ის ფაქტი, რომ მეტოქე ალბათ მაინც გეიჯი იქნება, ეხ ცოტა გული მწყდება. ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ. ახლა კი მთავარი. ილია და მისი მეუღლე ჯორჯინა შეთანხმდნენ. საქმე შეწყვეტილია. ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რაც ილიამ თავიდანვე შესთავაზა. ის უკვე ვარჯიშობს მადრიდში, თავის პირად დარბაზში. ბევრი ჭორი გავრცელდა ამ საქმეზე, რაღაც ტაბლოიდური სისულელეები. ამბობდნენ, ვითომ ძალადობა იყო, ვითომ ილია დიდ ფულს შესთავაზებდა და ის არ თანხმდებოდა. რეალურად არანაირი მტკიცებულება არავინ უნახავს. ეს ყველაფერი იყო ყურმოკრული ამბები. და აი რა მიშლის ნერვებს. შეთანხმება, settlement, ნიშნავს, რომ მართებმა სასამართლოს გარეთ მოაგვარეს პრობლემა. აქ არავინ არ არის დამნაშავე და არავინ არ არის უდანაშაულო. მათ უბალოდ გადაწყვიტეს, რომ ცივილიზებულად დაესრულებინათ ეს დავა. მე ხომ ვამბობდი, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პროგნოზირებდი, რომ ასე მოხდებოდა და აი ზუსტად ასეა. მაგრამ ზოგიერთი კლოუნი ბლოგერი ახლა პოსტავს, ილიამ მოიგო სასამართლო, ცოლს აჯობა. ეს სრული აბსურდია. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ჯორჯინამ მოიგო, რადგან სასურველი პირობები მიიღო. სინამდვილეში კი ეს არის კომპრომისი ოჯახის და შვილების სასარგებლოდ. სანამ ამ ნაგავში ქექვას გავაგრძელებთ, ერთი წამით შეჩერდით და დაალაიქეთ ეს ვიდეო. თქვენი ლაიქი ეხმარება სიმართლეს, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეს. მოგლეთ, სად გავჩერდით? ხო, აი ამ საზიზღარ მედია თამაშებზე. ხალხი ისე ლაპარაკობს ილიას პირად ცხოვრებაზე, თითქოს თვითონ იზღდნენ მათ სამზარეულოში და ჩაისვამდნენ. ვიღაც ტიპები პოსტავენ. ილიამ დაამტკიცა, რომ მისი ცოლი მათ უარაა. ბიჭო, საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები? შეთანხმება სასამართლოში არ ნიშნავს გამარჯვებას. ეს ნიშნავს, რომ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა თქვა, მოდი ჩვენს შვილებს ამ ჯოჯოხეთს ნუ გამოვატარებთ და წყნარად მოვრიგდეთო. სულ ეს არის. მაგრამ არა, ჩვენს ექსპერტებს ხომ სკანდალები უნდათ. აი ნახეთ ეს სათაურები. თოფურიამ ცოლს ნოკაუტი სასამართლოშიც აგემა. თქვენ დალოცვილებო, ცოტა აზროვნება ჩართეთ. ეს ხომ არ არის ოქტაგონი. აქ გამარჯვებული არ არსებობს, როცა საქმე ოჯახს ეხება. მე თავიდანვე ვამბობდი, სანამ ოფიციალურ საბუთს არ ვნახავთ, სადაც შავით თეთრზე წერია დანაშაული, მანამდე ნებისმიერი ბრალდება ილიას მიმართ არის ცილისწამება და ასევე ნებისმიერი სიტყვა მისი მეუღლის წინააღმდეგ არის უსაფუძვლო.
ყველაზე მეტად რა მაცოფებს იცით? აი ეს TMZ სტილის რეპორტიორები. ტიპებმა მთელი ისტორია გამოიგონეს, ვითომ ილიამ ჯიუ-ჯიტსუ გამოიყენა სახლში, ვითომ მარცხენა ხუკი ააცილა. წარმოგიდგენიათ რამხელა ფანტაზია აქვთ და მერე ამ გამოგონილ ამბებზე აკეთებენ პასუხებს. ეს იგივეა, მე რომ ახლა ვთქვა ილია კოსმოსში გაფრენას აპირებს მეთქი და მერე ვიდეო ჩავწერო იმაზე თუ რატომ არის ეს ცუდი იდეა. აბსურდია რა. აი ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა სოციალურ ქსელში. დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. შეთანხმება სასამართლოს მოგება არ არისო. მართალია ეს კაცი. ჯერ ისიც კი არ ვიცით მართლა გაშორდნენ თუ არა. ზოგი ყოფილ ცოლს ეძახის, ზოგი ამჟამინდელს. მე საერთოდ არ გამიკვირდება ერთ თვეში ისევ ერთად რომ ვნახოთ და ყველაფერი დაალაგდეს. რატომ? იმიტომ რომ ცხოვრება ასეთია. ხან ჩხუბობენ, ხან რიგდებიან. მაგრამ მედიას უნდა რომ ეს ყველაფერი ჰოლივუდის მძაფრ სიუჟეტიან ფილმად აქციოს. კიდევ ერთი სასაცილო ამბოვი, ჭორი გავრცელდა, ვიტომ ილიამ თავისი 3.5 მილიონიანი სახლი მადრიდში გასაყიდად დადო. ხალხმა ეგრევე დაიწყო ღადაობა. აი არმან წარუკიანმა უნდა იყიდოს ეს სახლიო. მეორე დღეს კი ირკვევა რომ ესეც ტყუილია. ილია იქ ცხოვრობს, იქ ვარჯიშობს და არსად წასვლას არ აპირებს. აი ასეთ დონეზეა დღეს სპორტული ჟურნალისტიკა. ვიღაცამ რაღაც დააბრეხვა და მთელმა მსოფლიომ აიტაცა. და იცით ყველაზე შავი თეორია რა არის? ზოგიერთი ამბობს რომ ილიამ ეს მთელი ოჯახური დრამა იმიტომ მოიგონა რომ არმან წარუკიანთან ბრძოლას აირიდოსო. ნუ ახლა ეს უკვე იუმორის სფეროა. ტიპმა ცოლთან ჩხუბი დააინსცენა რომ სომეხ მებრძოლს არ შეხვდეს? კარგით რა ხალხო. ილიამ პირდაპირ თქვა: მირჩევნია ქამარი დავთმო ვიდრე არმანს ვეჩხუბოო. რატომ? იმიტომ კი არა რომ ეშინია. უბრალოდ თვლის რომ არმანი იმ დონის მედია სახე არ არის რომ მასთან ჩხუბით დიდი ფული იშოვოს. მაგრამ რეალობა ისაა რომ UFC-ც და დანა ვაიტიც ცდილობენ თავიანთი ოქროს ბიჭუნები. ილია და პედი პიმბლეტი დაიცვან არმან წარუკიანისგან. იციან რომ წარუკიანი ნამდვილი მხეცია და ნებისმიერისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც შეაჩეჩეს გეიჯი პიმბლეტს იმინედით რომ პედი მოუგებდა. ეს არის ბიზნესი მეგობრებო და არა სპორტი. და იმის თქმა რომ ილია პირად პრობლემებს იგონებს რომ ვიღაცისგან გაექცეს უბრალოდ სისულელეა. ილიას თავისი გეგმები აქვს და ამ გეგმებში არმანი ახლა არ ზის. საბოლოო ჯამში რა გვაქვს? ილია დაბრუნდა, საქმეები მოაგვარა და ახლა მთელი ყურადღება ოქტაგონზეა. ვინ იქნება შემდეგი? ოლ მანერომა, რომელიც ილიასთან საკმაოდ ახლოს არის, თქვა რომ 90%-იანი შანსია ილია გეიჯს შეხვდეს თეთრ სახლში 14 ივნისს. 90 დიდი ციფრია, მაგრამ მე მაინც ის 10% მაინტერესებს. იქნებ რაღაც სხვა ხდება. მეგობრებო, სანამ ფინალურ აკორდზე გადავალთ, დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, რამდენ რაუნდს გაძლებს გეიჯი ილიასთან? 1, 2 თუ საერთოდ პირველივე წუთზე გაითიშება. მაინტერესებს თქვენი პროგნოზები. მოკლედ რა ხდება? 90%-იანი შანსია, რომ ილია თოფურია თავის ტიტულს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს 14 ივნისს. გეიჯი უკვე ისეთ ინტერვიუებს იძლევა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია. თეთრ სახლში უნდა ვეჩხუბო, სხვა ვარიანტი არ არსებობსო. ბიჭო, ხანდახან მგონია რომ UFC-ში მებრძოლების კარიერას უბრალოდ ნაგავში ყრიან. აი დაფიქრდით, ალექს ვოლკანოვსკის მთელი წელი დააკარგვინეს იმისთვის, რომ დიეგო ლოპეს შეხვედროდა. ახლა კი ილიას ვაცდევინებთ თითქმის წელიწადს, რომ ბოლოს გეიჯი დაუდონ. ვინმეს გჯერათ, რომ ეს ბრძოლა კონკურენტული იქნება? მე არა. გეიჯი კარგი მებრძოლია, თავზე ხელაღებული, მაგრამ პედი პიმბლეტის მოგებით ტიტულზე ჩხუბის უფლება არ უნდა გეძლეოდეს. თუ ეს ბრძოლა თეთრი სახლის ქარდის მთავარი მოვლენა, main event-ი იქნება, ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა. ილია მას პირველივე რაუნდში სასტიკად დააძინებს. დაიხსომეთ ჩემი სიტყვა. სასტიკად. ნახეთ როგორ ხტუნავს გეიჯი ინტერვიუში. ოვალური კაბინეტიდან გამოვალ. დროშას მოვიხურავ და ოქტაგონზე შევალო. ოცნებას კაცი არ მოუკლავს ჯასტინ, მაგრამ რეალობა სხვაა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩხუბი მაინც და მაინც main event-ი არ იქნება. თუ მართლა ისეთი გრანდიოზული საღამო იგეგმება, როგორიც ამბობენ, მაშინ რამე უფრო სერიოზული გვჭირდება. არსებობს ერთი გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას გადაარჩენს. ილია თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. აი ეს იქნება და ნამდვილი ბომბი. მართალია, ილიას ჯერ მსუბუქ წონაში არც ერთი დაცვა არ გაუკეთებია და წესით არ ეკუთვნის ზედა წონაში ასვლა, მაგრამ თუ არჩევანი გვაქვს ილია vs გეიჯი და ილია vs ისლამის შორის, მე 10-დან არცჯერ ისლამთან ჩხუბს ავირჩევდი. ილიამ ადრეც თქვა, თუ გეიჯი მოიგებს, სხვა გეგმა გვაქვსო. იქნებ სწორედ მახაჩევზე მიანიშნებდა? დანა ვაიტმა და ჰანტერ კემპბელმა იციან, რომ თოფურია მახაჩევი დღეს UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩხუბია, რაც კი შეიძლება შედგეს. ბევრად უფრო ლოგიკურია, ვიდრე ვოლკანოვსკი ლოპესი. მე 10%-იანი შანსიც მახარებს, რომ იქნებ ილიამ მაინც ისლამთან ბრძოლას მიაწვეს. გეიჯის კი მისცეს შანსი BMF-ის ქამარზე ჩხუბოს, ან რამე მსგავსი. ჩვენ კი მივიღებთ ნამდვილ ომს, სადაც ილია თავის სიდიადეს დაამტკიცებს.
ხალხო, დავიღალე ამ ტაბლოიდური ზღაბრებით. ვიღაცამ თქვა ცოლს ეჩხუბებაო, ვიღაცამ სახლს ყიდისო. ეს ყველაფერი ნაგავია. რეალობა ისაა, რომ ჩემპიონი დაბრუნდა. ილია მზადაა და სულ მალე ოქტაგონზე ქართული დროშა ისევ ყველაზე მაღლა აიწევა. მე პირადად სულ ფეხრებზე მკიდება, ვინ მოიგო სასამართლოში. მე მაინტერესებს, ვინ მოიგებს ოქტაგონზე და იქ ილიას ბადალი არ ყავს. დიდი მადლობა, რომ მიყურეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება და თქვენი აზრის დაფიქსირება. ილია ბრუნდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.